საქართველოს ეროვნულ გალერეაში აფხაზი გრაფიკოსის, ფერმწერის, სცენოგრაფისა და ხელოვნების ისტორიკოსის ალექსანდრე შერვაშიძის რეტროსპექტიული გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის კოლექციებიდან შერჩეული 270-მდე ექსპონატი და ხელოვანის პირადი არქივი. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა მიმართა, რომელმაც მხატვრის შემოქმედებასა და გამოფენის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დღეს გაიხსნა ალექსანდრე შერვაშიძის გამოფენა, გარდა ხელოვნებისა და გარდა იმისა, რომ მან შექმნა ეპოქა, მან დაწერა ისტორია, რაც აისახება ქართულ-აფხაზური ურთიერთობის შორის ხიდის აგებაში და საზოგადოებების ერთმანეთთან დაკავშირებაში, რაც ჩანს თავის ნამუშევარში, ის დიდი ტოლერანტული სული, რაც იკვეთება თითქმის ყველა მის ნამუშევარში. და მე მოვუწოდებ ყველას, რომ ამ თვის ბოლომდე იქნება გამოფენა და აუცილებლად ყველამ უნდა ნახოს ეს შემოქმედება. ჩვენ მივიჩნიეთ მიზანშეწონილად ეს შესანიშნავი დღე მიგვეძღვნა მთლიანად ალექსანდრე შერვაშიძის სახელის უკვდავსაყოფად. ასევე მინდა უღრმესი მადლობა გადავხადო ნიკა ახალბედაშვილს, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ამ ღონისძიების განხორციელებაში. გრაფიკოსის, ფერმწერის, სცენოგრაფისა და ხელოვნების კრიტიკოსის ალექსანდრე შარვაშიძის შემოქმედებისთვის დამახასიათებელია ფერწერულობა, რიტმულობა და კომპოზიციური მთლიანობა. მის მიღწევებს შორის გამორჩეულია სოხუმში თეატრალური საზოგადოებისა და სამხატვრო სტუდიის დაარსება, სადაც თავადვე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ალექსანდრე შერვაშიძის ექსპოზიციის ნახვა დამთვალიერებელს 15 ივნისის ჩათვლით შეეძლება.